შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში. პროექტი, რომელიც ორიგენიოსის საიუბილეო წელს ეძღვნება, დაიწყო. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში იდეის ავტორებმა, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს პროგრამის დეტალები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი ონლაინ გამოკითხვისთვის, რუსთაველისა და შექსპირის ყველაზე ცნობილი ციტატები შეირჩა და 20 მაისამდე დაინტერესებულ პირებს მათთვის ხმის მიცემა შეეძლებათ. გამორჩეული გამონათქვამების მიხედვით კი სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ნამუშევრებს შექმნიან. პროექტის ფარგლებში სხვა საინტერესო აქტივობებიც იგეგმება. პროგრამა ბრიტანეთის საბჭოს, ხელოვნების სასახლის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თბილისის მერიის, ევროპული სკოლისა და დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი სასახლისათვის, რადგან ვირტუალურად თუ შეიძლება ითქვას, შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში, კერძოდ ამ სასახლეში. ეს არის პროექტი, სადაც უამრავი ახალგაზრდა არის ჩართული და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე მრავლის მომცველი და ყველაზე შინაარსიანი პროექტი. პროექტის მთავარი მიზანია ამ ორიგენიოსის შემოქმედება, ხელოვნება მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ახალგაზრდობასთან და მაქსიმალურად გასაგები და თანამედროვე გავყადოთ ის. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მოუთხრობთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ და ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ამ პროექტში ძალიან აქტიურად გამოიყენება, ეს არის სოციალური მედია და ეს მოგხსენებათ არ არის შემთხვევითი. ამისი მთავარი მიზანია შექსპირისა და რუსთაველის შემოქმედება შევიტანოთ სწორედ იმ სივრცეში, სადაც ახალგაზრდობა ყველაზე მეტ დროს ატარებს. რუსთაველი, მიუხედავად იმისა, რომ არის გვიანი შუა საუკუნეების მოაზროვნე, ეს არის სწორედ ის ავტორი, რომელმაც შექმნა რენესანსული თემები და განწყობილებები ქართულ მწერლობასა და კულტურაში, ხოლო შექსპირი არის კაცი, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ განისაზღვრება რენესანსული კულტურა. აი ამ ორი გენიალური ავტორის დაკავშირება ქართულ სივრცეში არის ნამდვილად ძალიან კარგი იდეა.